უწყვეტი პროტესტის ახალი ფაზა 3 მარსში და ღამე 9 აპრილის მემორიალთან პოლიტპატიმრების მშობლების დაანონსებულ აქციას სტუდენტები, ხელოვანები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები შეუერთდებიან. არ გავჩერდებით, მოსულას ვერ გაბედავენ, ამბობენ პატიმრების მშობლები ოცნების მაღალ ჩინოსნებზე. აცხადებენ, რომ 9 აპრილის ღირებულებებს ივანიშვილის პარტია დიდი ხანია არ პასუხობს, შესაბამისად მათ არ აქვთ მორალური უფლება მემორიალი ყვავილებით შეამკონ. ეს იქნება ფარისევლობის ახალი აქტი ოცნებისგან, აცხადებენ აქციის მონაწილეები. დღეს იქნება მედიის სოლიდარობის მარშიც, საბოლოოდ ყველა მივა პარლამენტთან, სადაც დარჩებიან ღამითაც. ნანო ჩაკვეტაძე გვიერთდება ახლა დღევანდელი მარშებით და დღეს საღამოს აქციის დეტალებით პირდაპირ ეთერში. ნანო, გისმენთ. Თეონა, დღევანდელი საპროტესტო მანიფესტაციის ყველაზე საკვანძო და კულმინაციური მომენტი რასაკვირველია იქნება დაანონსებული დაგეგმილი ღამისთება დედაქალაქის მთავარ გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან. მოქალაქეებმა დაგეგმეს, რომ საღამოს 10 საათიდან დაიწყონ შეკრება დედაქალაქის მთავარ გამზირზე. სწორედ 9 აპრილის მემორიალთან დარჩებიან ისინი მთელი ღამის განმავლობაში, იქ გაათევენ ღამეს. ეს იმისთვის, რომ ხვალ 9 აპრილის დილას რეჟიმის წარმომადგენლებს არ მისცენ შესაძლებლობა მიახლოება მაინც გაბედონ 9 აპრილის მემორიალთან და ის ფარისევლური აქტი განახორციელონ, რასაც ყოველ წელს მათი თქმით ახორციელებენ როგორც წესი, როდესაც რეჟიმის წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრი, ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და ასევე ოლიგარქის სხვა მოლაპარაკე თავები მიდიან ხოლმე 9 აპრილის მემორიალთან და ყვავილებით ამკობენ ამ მემორიალს და ამის ნიშნად თითქოს პატივს მიაგებენ 9 აპრილს დაღუპულ გმირებს. იქამდე ვიდრე საღამოს 10 საათისთვის მოქალაქეები დაიწყებენ შეკრებას დედაქალაქის მთავარ გამზირზე. გეტყვით, რომ დღის მეორე ნახევრიდან დაახლოებით 2 საათში უკვე დედაქალაქის მასშტაბის სხვადასხვა ლოკაციიდან დაიძრება მსვლელობები და მარშები. პირველი მარში მსვლელობა სტარტს აიღებს სწორედ იქიდან, სადაც ჩვენ ახლა ჩართვით გიერთდებით. ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო. სტუდენტები საღამოს 7 საათზე დაიწყებენ აქ დაახლოებით 2 საათში შეკრებას და მარშით უკვე გაემართებიან რუსთაველის გამზირისკენ. ასევე საღამოს 7 საათზე ამის პარალელურად საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეიკრიბებიან მოქალაქეები, იქ გამართავენ ტრადიციულ საპროტესტო აქციას და უკვე მარშით მსვლელობით გაემართებიან ისინიც რასაკვირველია რუსთაველის გამზირისკენ. ამ ორივე მარშს მალევე წამოეწევა საღამოს 8 საათზე ჟურნალისტების მარში, ასევე ჟურნალისტების დამოუკიდებელი მედიის გულშემატკივრების მარში მედიის სოლიდარობისთვის ფილარმონიიდან. ისინიც მოქალაქეები, რომლებიც დაიძრებიან ფილარმონიიდან მსვლელობით შეუერთდებიან რუსთაველზე დაანონსებულ საპროტესტო აქციას. საღამოს 10 საათზე კი უკვე როგორც გითხარით, მოქალაქეები შეიკრიბებიან ღამის გასათევად 9 აპრილის მემორიალთან. ღამის თევას და ამ ღონისძიებებს მთელი დღის განმავლობაში სათავეში უდგანან რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები და ძირითადად როგორც წესი ახალგაზრდები, სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. შესაბამისად, ვიდრე მოგიყვებით მედიის მარშზე, მოვისმინოთ როგორია განწყობა სტუდენტებისა და რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრების, ასევე მათი გეგმების შესახებ უფრო დეტალურად. გადავწყვეტეთ, რომ მშობლებმა, რომ ჩვენ დასაკარგით რო აღარა გვაქვს, კარგა ხანი ველოდეთ რაღაც უფრო წინააღმდეგობას და ცოტა გაიწელა ეს ამბავი. ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ სრულიად ცალკე მშობლების, დების, ძმების, ოჯახის წევრების ეს რაღაც მოძრაობა გაგვეკეთებინა. ყოველგვარი პოლიტიკოსების ფრთის გარეშე, ეს არის ცალკე მოძრაობა მშობლების და ეს არის ჩემი აზრით ყველაზე სუფთა, თუ კი დღეს შეიძლება რაღაც მოძრაობას დაერქვას. 10 საათიდან ვიწყებ შეხვედრას და ყველას ვთხოვთ, რომ შემოგვიერთდეს, დადნენ ჩვენთან ერთად, გამოიჩინონ უფრო მეტი ემპათია და რა ვიცი, დავიცვათ ერთად, ერთმანეთი დავიცვათ. ჩვენ ისეთი საქმის გაკეთება დავაანონსეთ, რომლის ირგვლივაც ჩვენ ვფიქრობდით, რომ გავაერთიანებდით და კონსოლიდაციას გავუკეთებდით ადამიანების ძალიან დიდ რაოდენობას. ამიტომ ავირჩიეთ 8-9 აპრილი, ჩვენ გავახმოვანეთ ჩვენი მიზნები და ამ მიზნებს შევასრულებთ. ორი სიტყვით გავიმეორებ, მხოლოდ ჩვენ დავიცავთ 9 აპრილის მემორიალს რუსებისა და რუსული რეჟიმისაგან. ვიწყებთ რუსული რეჟიმის
წინააღმდეგ ველოდეთ და ყურადღება არ მოგვაქციეს და სხვა გზაც არ დაგვიტოვეს, ასე რომ ჩვენ ქვეყანას უნდა მივხედოთ, ჩვენ ვერ დაუტოვებთ რუსეთს, ჩვენ შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ვალდებული ვართ დედები, მამები და ყველა საზოგადოება, ამიტომ რომ ჩვენ დასაკარგიც არაფერი გვაქვს. ყველაზე ძვირფასი რა გვყავს ქვეყანა და შვილები, ხო? და ბრძოლა იქნება ბოლომდე გაორმაგებული ენერგიით და ვერ გავჩერდებით. წლის წინ ახალგაზრდები გმირულად შეეწყვეტენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. დღეს კი ჩვენი ვალია რომ ეს თავისუფლება დავიცვათ და არ დავქმნით. ამიტომაც სტუდენტები ვიკრიბებით 7 საათზე თესეულის პირველი კორპუსის ეზოში, ძალიან მასში დავიძრებით პარლამენტს და შევუერთდებით ძილის პატიმრების მშობლებს. დავათრემ ღამეს პარლამენტთან და მეორე დღეს არ მივცემთ ანერგეტიკულ მთავრობას იმის უფლებას, რომ ატები მიეღოს ხარკის დაყოფის უფლებს. ვინ მათი მომალატებული პოლიტიკიდან გამომდინარე, მათ არ აქვთ ამის მორალური უფლება. ხარაპლის შემდეგ გადაწყვეტილებას ყელი და საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხის და ჩვენგან მართავს რეჟიმი, რომელიც ქვეყანას ჩატარებს ჩვენი მტრების, რუსეთის ინტერესებს. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩინაშვილის მონაპოვარა ჩვენმა წინაპრებმა მოიპოვეს. აქედან გამომდინარე დღეს 7 საათზე სტუდენტები ვიკრიბებით თესეულის პირველ კორპუსში, თეს მასში გადანაცვლად უკვე პარლამენტთან და შევერთებით დედების მიერ განმოსებულ უცხოეთ საპროტესტო აქციას. დღევანდელ დღეს რიგით პირველი მარში და მსვლელობა სწორედ აქედან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიძრება. სტუდენტები საღამოს 7 საათზე დაიწყებენ თესეულთან შეკრებას და დაახლოებით 1 საათის პარკლებში ისინი უკვე გაემართებიან რუსთაველის გამზირისკენ და შეუერთდებიან რუსთაველის გამზირზე ტრადიციულად დაანონსებულ შედარებით მასშტაბურ საპროტესტო აქციას, ხოლო რაც შეეხება უკვე მედიის სოლიდარობის მარშს, მათ 1 საათში წამოეწევათ მედიის სოლიდარობის მარში ჟურნალისტები დამოუკიდებელი მედიიდან, ასევე დამოუკიდებელი მედიის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გულშემატკივრები შეიკრიბებიან ფილარმონიასთან საღამოს 8 საათზე და ისინიც გაემართებიან რუსთაველის გამზირისკენ. სწორედ რუსთაველის გამზირი პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორია, უფრო ზუსტად კი 9 აპრილის მემორიალის სიმბოლურად რასაკვირველია იქნება დღევანდელი მარშებისა და მსვლელობების შეხვედრის ადგილი. ახლა თავისუფალ დამოუკიდებელ მედიას სოლიდარობა და გვერდში დგომა სჭირდება, ისე როგორც აქამდე არასოდეს. ამას ამბობენ ჩვენი რესპონდენტები. დღეს 8 საათზე ვიკრიბებით ფილარმონიასთან, რათა იქიდან დავიძრათ მარში მედიის სოლიდარობის. გამოვცხადოთ მადლობა, სოლიდარობა ყველა დამოუკიდებელ მედიას, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს და გვამცნობს რა ხდება ქვეყანაში ამ ხელ სისტემას და მხარს უჭერს ევროპულ მოძრაობას. რუსთაველზე შევუერთდებით მშობლებს პოლიტპატიმრებისა. ხვალ არის უნიშნულოვანი თარიღი, ამიტომ ჩვენი მხარდაჭერა სინისის პატიმრების ძალიან მნიშვნელოვანია, მათი ოჯახის წევრების ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ისინი ქვეყნისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის არიან ახლა პატიმრობაში. ამიტომ მედიის დახმარებით სოლიდარობა ყველა სინისის პატიმრებს. მედიის სოლიდარობის მარში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სამწუხაროდ ყოველდღე უფრო და უფრო რეალური ხდება, რომ სულ რაღაც რამდენიმე კვირა შეიძლება საქართველოში აღარც კი იყოს ესეთი პლატფორმა, რომელიც ხელისუფლებისგან იქნება თავისუფალი, სადაც ადამიანები მოახერხებენ თავიანთი განსხვავებული აზრების და წუხილების მიტანას და გაჟღერებას საზოგადოებისთვის და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის რაც ჩვენთვის ძალიან ფასეულია და მე მჯერა, რომ საქართველოში ქართული მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი გამოხატვის და მედიის თავისუფლება, ამას ვიცავდით ჩვენი დამოუკიდებლობის ყველა დეკადა და ესე გაგრძელდება ახლაც და მგონია რომ ერთობა და ერთად დგომა და ამ გზავნილის კიდე ერთხელ ერთად ჩვენება იქნება მნიშვნელოვანი. საპროტესტო ღამის თევა დედაქალაქის მთავარ გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან ზუსტად 5 საათში დაიწყება. მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე სწორედ 9 აპრილის მემორიალთან საღამოს 10 საათისთვის დაიწყებენ შეკრებას, ასევე რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებს, რომლებიც უწევენ ორგანიზებას, დღევანდელ ღონისძიებებს, გეგმავენ მათ შორის იმასაც, რომ მთელი დღის განმავლობაში ხვალ 9 აპრილს ამ ტრაგიკულ და მნიშვნელოვან დღეს, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს საქართველოს ისტორიაში, მთელი დღის განმავლობაში გადაკეტილი იყოს რუსთაველის გამზირი და სხვადასხვა ფორმით რეჟიმის წარმომადგენლებს შეექმნათ დისკომფორტი და რასაკვირველია, მათი მთავარი გეგმა არის ის, რომ დილას 9 აპრილის დილას არ მიეცეთ რეჟიმის წარმომადგენლებს იმის შესაძლებლობა, რომ ახლოს მაინც მივიდნენ 9 აპრილის მემორიალთან. ნანო, მადლობა. ნანო ჩაკვეტაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.